Lion Finance Group-მა საქართველოს საფინანსო სექტორის ისტორიაში მნიშვნელოვანი პუნქტი მონიშნა. 2026 წლის მარტიდან საქართველოს ბანკის მფლობელმა კომპანიამ ლონდონის საფონდო ბირჟის უმსხვილეს ასეულში FTSE 100-ში დაიკავა ადგილი. Lion Finance Group-ი პირველი ქართული კომპანია გახდა, რომელიც მსოფლიოს ფინანსური ელიტის ასეულს შეუერთდა. დღეისათვის ლონდონის საფონდო ბირჟაზე 3 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი. აქამდე Lion Finance ბირჟის მეორე ლიგაში FTSE 250 ინდექსში შედიოდა, თუმცა 2026 წლის მარტიდან ვითარება შეიცვალა. Lion Finance-მა მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთა და უმსხვილეს კომპანიებს შორის პრესტიჟულ FTSE 100-ში გადაინაცვლა. ამ ინდექსში შესვლა გულისხმობს რეალურად ის ფონდები, თუნდაც ინსტიტუციონალური კლიენტები, რომლებიც ზოგადად ინდექსს მიყვებიან თავიანთი საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად, მოუწევთ რეალურად მათი, ასე რომ ვთქვათ, უფრო დეტალურად შეხედვა და დეტალური ანალიზი. ანუ ანალიტიკოსებს უფრო მეტი ასე ვთქვათ, ძალისხმევა დაჭირდებათ, რომ გაანალიზონ თუნდაც ჩვენი კომპანია და შესაბამისად უკვე შეხედავენ როგორც ქვეყანას, ასევე რეგიონს. ანუ გაცილებით ბევრი ანალიტიკოსის ყურადღების ქვეშ მოვექცევით და გაცილებით დიდი პასუხისმგებლობის მომტანი იქნება ეს ფაქტი. ამ ინდექსში შესვლა ქართული ეკონომიკისთვის ისტორიული ეტაპია. ლონდონის საფონდო ბირჟის 4 ტრილიონ 100 მილიარდის კაპიტალიზაციის ნახევარზე მეტი სწორედ ამ ტოპ ასეულზე მოდის. ინდექსის კვარტალურმა გადახედვამ დაადასტურა, რომ Lion Finance-მა გიგანტებს შორის ადგილი დამსახურებულად დაიმკვიდრა. კომპანიის აქციების ფასი 114%-ით გაიზარდა და 110 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. ამჟამად ჰოლდინგის საბაზრო ღირებულება 5 მილიარდ 600 მილიონ გირვანქა სტერლინგს აჭარბებს, რაც მას მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციების გვერდით აყენებს. FTSE 100-ის ინდექსში ქართული კომპანიის მოხვედრა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სტატისტიკური მიღწევა. ეს არის გლობალური აღიარების უმაღლესი ხარისხი, რომელიც ბიზნესს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო სიის წევრად აქცევს. ამ ინდექსში შესვლა კომპანიის მიმართ დიდ ნდობასა და მის მაღალ რეპუტაციას უსვამს ხაზს, რადგან ეს სტატუსი ავტომატურად იზიდავს მსოფლიოს უმსხვილეს ინვესტორებს. ამ პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობენ ამერიკული საინვესტიციო გიგანტებიც, მათ შორის BlackRock და Vanguard, რომელთა აქტიური მონაწილეობა ბაზარზე მაღალი ლიკვიდურობის მთავარი გარანტია. როდესაც ინდექსის შემადგენლობა ახლდება, საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები ამას განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებენ თვალს და საკუთარ კაპიტალს ახალ კომპანიებში აბანდებენ. ინსტიტუციური კაპიტალის ასეთი მაღალი კონცენტრაცია ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ FTSE 100 დიდი მოცულობის აქტივების განსათავსებლად ყველაზე საიმედო პლატფორმად არის მიჩნეული. საფონდო ბირჟის უმსხვილესი კომპანიების ასეულში მოხვედრა ადასტურებს, რომ კომპანიის კორპორატიული მართვის სტანდარტები და ფინანსური გამჭვირვალობა სრულად შეესაბამება მკაცრ საერთაშორისო მოთხოვნებს. საერთაშორისო ფონდებისთვის ინდექსის მიმზიდველობას კიდევ უფრო აძლიერებს ბრიტანული სამართლებრივი გარემოს სიმყარე და ლონდონის როგორც მსოფლიო ფინანსური ცენტრის ურყევის სტატუსი. აქამდე ქართული კომპანიები წარმოდგენილნი იყვნენ FTSE 250-ის ინდექსში, რაც პირველი ასეულის შემდეგ არსებულ კომპანიებს მოიცავს, ხოლო პირველ ასეულში შესვლა უკვე ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა იმ მასშტაბით, რომ ამ ქვეყანაში არსებული ბიზნესი უკვე შესაძლებელია, რომ ლონდონის საფონდო ბირჟის პირველ ასეულში იყოს განთავსებული. თავად ინდექსში შესვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმის გათვალისწინებით, რომ ინდექსის ინვესტორები არიან გლობალური საინვესტიციო ფონდები, უმსხვილესი საპენსიო ფონდები და ასე შემდეგ, აქტივების მმართველი კომპანიები, რომლებიც რეგულარულად ახდენენ პირველ ასეულში არსებულ კომპანიებში ინვესტიციებს. შესაბამისად, მაღალი ალბათობით მათი ინტერესი საქართველოს ეკონომიკისადმი და ქართული კომპანიისადმი, რომელიც ამ ასეულში შევიდა, გაიზრდება. ინდექსის სიძლიერეს მისი სექტორული მრავალფეროვნებაც განსაზღვრავს. ასეულში ვხვდებით ლიდერ კომპანიებს საბანკო, საფინანსო სექტორიდან, ენერგეტიკიდან, ფარმაცევტიკიდან და ასე შემდეგ. FTSE რეალურად გლობალურად ერთ-ერთი წამყვანი ინდექსია, რომელიც ძალიან მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს მოიცავს, არა მხოლოდ ბრიტანულ კომპანიებს, არამედ იმათაც, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებენ, მაგალითად არის BP, Shell, HSBC, ასევე ძალიან ბევრი მათგანი საფინანსო სექტორიდან არის წარმოდგენილი, ისევე როგორც Lion Finance Group-ი. და თავად ამ კომპანიის FTSE-ში შესვლა რეალურად იმისი დასტურია, რომ ეს არის საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან დიდი აღიარება. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევს დამატებითი ინვესტიციების შემოდინებას, ვინაიდან FTSE-ში
პასიურად ინვესტირებენ ძალიან დიდი და სერიოზული ინსტიტუციური ინვესტორები, საპენსიო ფონდები და მათ შორის ინდივიდუალური ინვესტორები. საქართველოს ბანკის მფლობელი კომპანია Lion Finance Group-ი ინდექსში ოფიციალურად 2026 წლის 20 მარტს საფონდო ბირჟის დახურვის შემდეგ აწევრიანდა, ხოლო ცვლილება ძალაში 2026 წლის 23 მარტს შევიდა.